ძალიან დასანანი მარცხი იყო. ანგარიშიდან გამომდინარე ნამდვილად არ იმსახურებდა ჩემი გუნდის ეწაგებას. ერთი სამ თამაშს გვეყოფოდა იმდენი საგოლე მომენტები ქონდა რეალიზაციაში. მოვიკოჭლებთ, რა თქმა უნდა, ჩანსო სამუშაო გვაქვს. საწყენია რა ეს სტარტზე რო ესეთ თამაშს წავაგებ, არა და ჩანდა რომ ქმნიდით მომენტებს, ნამუშევარი ქონდა ბევრი, ძალიან შესწავლილი ყავდა ლატვიის ნაკრები უბრალოდ. ესეთი დინამიური თამაშია ფუტზალი, რომ შეიძლება ესეთი ანგარიში იყოს, რომელსაც არ იმსახურებთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, უნდა ჩავყვაროთ ყურები, ძალიან რთული ორი თამაში გველოდება და უნდა ვეცადოთ, რომ ეს შეცდომები რაც დღეს იყო, ამ ორ თამაში გამოვასწოროთ. თელეგუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ბოდიში ამ შედეგისათვის არ იმსახურებდა ნამდვილად ჩვენი ქვეყანა ამ ანგარიშს დაბოზე, თუმცა ბუნებრივია თამაშიდან გამომდინარე ვინც უყურა, ნახა რომ უამრავი მომენტი იყო, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. რეალობა სამწუხაროდ ეს არის და შემდეგ თამაშებში ვეცდებით, რომ ის ჩვენი გადახილი სახელი, ასე ვთქვათ, აღვიდგინოთ, რაც აქამდე მოგვიყვანა და ის ერთიანობა აღვადგინოთ, რაც მოედანზე არის აუცილებელი. პირველ რიგში მინდა ჩვენს გულშემატკივრობას, ჩვენს ოჯახებს, მთელ საქართველოს. აი ამ ანგარიშის გამო ბოდიში მოუხადო. მართლა ყველაფერი ჩავდეთ ამ თამაშისთვის, ვემზადებოდით, მომზადეთ, გამოვედით, ვითამაშეთ. არის ის დღეები, როცა არ გვიმართლებთ, ვინც ამ თამაშს უყურა და მეთანხმება, რომ ბევრ დეტალში ძალიან არ გაგვიმართლა. სამწუხაროდ ფეხბურთი ესეთია, დღეს დავმარცხდით. ძალიან დამწუხრებულები ვართ, იმიტომ რომ ყველას იადებით შედეგი გვინდოდა. ვეცდებით, რომ შემდეგ თამაშისთვის ეს შედეგი რაც დღეს გვინდოდა, შემდეგ თამაშზე გავაკეთოთ.